გამარჯობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ბიზნეს პარტნიორი იწყებს მუშაობას. გალთენ თაგარტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მომავალი წლისთვის ვარაუდობს. საინვესტიციო ბანკი ელის, რომ განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.9%-მდე შემცირდება. მოლოდინი 2026 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის 3%-მდე შენელების პროგნოზზე ეფუძნება. საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელების პროცესი მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, სადაც მეტწილად სურსათისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპის შენელება განაპირობებს და 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-მდე იქნება. მაკროეკონომიკური ანალიზის, დაბალი ინფლაციური და მაღალი ინფლაციური სცენარების გათვალისწინებით სები წელს ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით ხურავს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლო მონეტარული პოლიტიკის ხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფლაციის თარგეტირების რეჟიმში, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მანდატის, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების უმთავრესი ინსტრუმენტია, რა მოლოდინია შემდეგი წლისთვის და ამავდროულად მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკის იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაში რისკების მინიმიზების მიზნით სცენარებზე და რისკების მართვაზე დაფუძნებული მიდგომის კვალდაკვალ როგორია პროგნოზები, რა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ცენტრალური ბანკის შემდგომი ნაბიჯები. შეფასებებით მარიამ ჭანტურია სების მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გვერდდება სტუდიაში. მარიამ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მიხარია, რომ ამჯერადაც ვსტუმრობთ წინა მონეტარული პოლიტიკის ხდომის შემდეგ ძალიან საინტერესოდ განგვიმარტეთ თქვენ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც დარჩა უცვლელად. ამჯერადაც 8%-ია კვლავ რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ მოცემულობა, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული და თქვენგან ველოდებით განმარტებებს, რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც სებს აღნიშნული გადაწყვეტილება მიაღებინა უკვე მე-14-ად დარჩა 8%-ზე. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც განმარტეთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელს ხდომაზე, ანუ 17 დეკემბრის ხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერად გამკაცრებული პოზიცია შეინარჩუნებინა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შევინარჩუნეთ. კვლავ განმარტავ, რომ ზომიერად გამკაცრებული არის იმიტომ, რომ იგი კვლავ აღემატება მის ნეიტრალურ დონეს, რომელთანაც უნდა დაახლოვდეს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. და მიმდინარე შეფასებით ნეიტრალური განაკვეთი ცენტრალური შეფასებით 7%-ის ფარგლებში არის. მთავარი ფაქტორი, თუ რატომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა, არის შემდგომი, რომ მან მიმოიხილა მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის იმ რისკ სცენარების ანალიზი, რომელთა რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა მიზნობრივი დონიდან გადაიხაროს. და ამ რისკ სცენარების დეტალურ კომუნიკაცია ჩვენ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშიც ვახდენთ და ამასთანავე ძირითადი აქცენტები არის წარმოდგენილი რელიზში. და სწორედ ამ სცენარებში წარმოდგენილი რისკების მინიმიზების მიდგომით მიიღო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა ამ ეტაპზე იმაში, რომ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე შენარჩუნდა. ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ მიმდინარე მდგომარეობა, ნოემბრის მდგომარეობით მოვლენები ვითარდება ეროვნული ბანკის ცენტრალური საპროგნოზო სცენარის შესაბამისად, ანუ ნოემბერში ინფლაციის ნორმალიზების ნიშნები გამოვლინდა და მთლიანი ინფლაციის წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა. ოქტომბერში 5.2-დან 4.8%-მდე შემცირება. ეს რამდენად არის საფუძველი იმისა, რომ თქვათ ეს ერთჯერადი შემცირების მაჩვენებელი ტრენდად იქცეს უკვე? დიახ, თავისთავად რომ განვაგრძოთ იდეაში და თქვენ კითხვასაც ვუპასუხოთ, ამ ნორმალიზების მოლოდინი ჩვენ გვქონდა ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარით, თუმცა აქ კვლავ მნიშვნელოვანი არის მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებისას, კვლავ მნიშვნელოვანი არის ჯერ განვაანალიზოთ რა იწვევს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას კვლავ. პირველ რიგში, როგორც ჩვენ არაერთხელ აღვინიშნავს, გასული წლის დაბალი საბაზო ეფექტი არის კვლავ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ამაზე ჩვენ გასულ წელსაც ვსაუბრობდით, რომ მოველოდით ამ დაბალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით ინფლაციის მცირედით დაჩქარებას მიმდინარე წელს, თუმცა ამას დაემატა დამატებით ასევე ეგზოგენური ფაქტორები და ამასაც აღვნიშნავთ ჩვენ. მომავალი დინამიკა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, განისაზღვრება იმით, თუ ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა როგორ
გაგრძელდება. ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა იქნება ერთჯერადი და რას მოვიაზრებთ აქ, რომ განვმარტო მაყურებლისთვისაც ეგზოგენურ ფაქტორებში პირველ რიგში მოვიაზრებთ იმას, რომ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე კვლავ წლიურ ჭრილში არის გაზრდილი ფასები, რაც გადმოეცემა ადგილობრივ ბაზარსაც და პირველ რიგში ზრდის შერეული ტიპის ინფლაციას და ამას ემატება ასევე დამატებით ადგილობრივ ბაზარზე ცალკეული ტიპის პროდუქტზე ფასის ერთჯერადი კორექტირება. ცენტრალური საპროგნოზო სცენარით ამ ფაქტორების გავლენა იქნება ერთჯერადი და მომდევნო წლიდან უკვე მიილევა ინფლაციაზე მათი გავლენა და შესაბამისად ინფლაციის დონე შემცირდება. და როდესაც ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მოიაზრებს იმას, რომ როდესაც დავინახავთ, რომ ეს მიილევა ამ ფაქტორების და ინფლაციის შემცირების ნორმალიზება უფრო მდგრადი ხასიათის მატარებელი იქნება, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის შემდგომი რეაგირება იქნება, რომ ნორმალიზებას დაიწყებს ეტაპობრივად უკვე მის ნეიტრალურ დონესთან. მარიამ, თქვენ ახლა გვესაუბრეთ ცენტრალურ საპროგნოზო სცენარზე. მინდა გკითხოთ წინა მონეტარული პოლიტიკისგან განსხვავებით, თუ გვაქვს ახლა ცვლილებები და სწორედ რაში გამოიხატება ის ცვლილებები, ეს მიმართულება რომ გავშალოთ. დიახ. ზოგადად ეროვნული ბანკი პროგნოზებს, მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზებს, საშუალოებიან პროგნოზებს გულისხმობ, ანახლებს წელიწადში 4-ჯერ და მას ვაქვეყნებთ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში. მიმდინარე სხდომაზე, 17 დეკემბრის სხდომაზე ჩვენ პროგნოზები არ განგვიახლებია, თუმცა რა თქმა უნდა მიმოვიხილეთ 5 ნოემბრის სხდომისთვის განახლებული პროგნოზები და მიმდინარე ეტაპზე რეალიზებული მონაცემები, რამდენად თანხმედრაში არის ჩვენს ცენტრალურს თუ სხვა ალტერნატიულ სცენარებთან, რომელიც არის როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური. როგორც აღუნიშნე, ინფლაციის დინამიკა და არა მარტო ინფლაციის დინამიკა, მათ შორის ეკონომიკური აქტივობის დინამიკაც თანხმედრაში არის ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან. რომ განვმარტო რავს გულისხმობ, 2025 წლისთვის ცენტრალური საპროგნოზო სცენარით ჩვენ მოველოდით, რომ ინფლაცია საშუალოდ იქნებოდა 4%-ის ფარგლებში. თუ ავიღებთ პირველ 11 თვეს, იანვარ-ნოემბერს, საშუალო ინფლაცია არის დაახლოებით 3.9%. ანუ ემთხვევა. ძალიან ახლოს არის. ასევე ეკონომიკურ აქტივობასაც რომ შევხედოთ, პირველი 10 თვის დინამიკა არის 7.6% საშუალოდ და ჩვენ პროგნოზირებთ, რომ დაახლოებით 7.4%-ის ფარგლებში იქნება. თუმცა ეს მიმდინარე წლისთვის, მომდევნო წლისთვის უკვე მაღალი გაურკვევლობა, მაგრამ მომდევნო წლისთვის ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ამ ეტაპზე რაც გვაქვს, მოიაზრებს, რომ როგორც აღუნიშნე, ინფლაცია ეტაპობრივად დაუახლოვდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს, რადგან ეგზოგენური ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად ამოიწურება. მაგრამ აქვე უნდა აღუნიშნო, რომ მაღალი გაურკვევლობა არის და შესაბამისად შესაძლებელია, რომ მონაცემები რეალიზდეს იმგვარად, რომ სხვა ტიპის სცენარისკენ გადავიხაროთ, ან საერთოდ ახალი ტიპის რისკი დავინახოთ, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი სცენარების ნარატივი. შემდგომ უკვე 11 თებერვალს ვანახლებთ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს და შესაბამისად გამოვაქვეყნებთ ჩვენს განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს 11 თებერვალს. კი ბატონო, გასაგებია სები ინარჩუნებს კონსერვატულ მიდგომას, მათ შორის შეფასებებში. ჩვენ გადაცემის დასაწყისში გალთენ თაგარტის პროგნოზი ვახსენეთ, რომელიც ვარაუდობს, რომ ინფლაციის 3%-ზე დასტაბილურების შემთხვევაში 7.9% შესაძლოა 7.9%-ზე შეიძლება ჩამოვიდეს რეფინანსირების განაკვეთი. მაინც მოლოდინების და პროგნოზების ეპოქაში მე მინდა გთხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გიყვართ ხოლმე წინასწარ ამაზე საუბარი, რამდენად შეიძლება რეალიზდეს ეს მიმართულება მომავალი წლისთვის და გაზაფხულია ნავარაუდებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გაზაფხულზე თუ იქნება შესაძლებელი? დიახ, როგორც თქვენ თვითონაც აღნიშნეთ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. წინასწარ ამის თქმა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ მაღალი გაურკვევლობა არის. ცენტრალური საპროგნოზო სცენარს რომ დავეფუძნოთ, ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მოიაზრებს იმას, რომ ეტაპობრივად ნორმალიზება მოხდება, დაიწყება მომდევნო წელს. პარალელურად იმისა, რომ ეგზოგენური ფაქტორების ეფექტები მიილევა ინფლაციაზე. და როდესაც დავინახავთ, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს მკვეთრად უახლოვდება. მნიშვნელოვანი ასევე აღენიშნოს ისიც, რომ ამ ცენტრალურ საპროგნოზო სცენარში
სცენარში მოიაზრება, რომ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა შენარჩუნდება, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყოს და ნეიტრალურ დონეს ეტაპობრივად დაუახლოვდეს. ხედავთ თუ არა პირობითად ამ ეტაპზე სტაბილურობას ინფლაციური მოლოდინებისას. თუ კი ჩვენ შევხედავთ მაგალითად ინფლაციის ინდიკატორებს მერყევი კომპონენტების გამორიცხვით, მაგალითად საბაზო ინფლაციას ან მომსახურების ინფლაციას, ამ მხრივ ხედავთ, რომ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურია, ვინაიდან ისინი 3%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. თუმცა კვლავ განმეორდები, რომ ცენტრალური საპროგნოზო სცენარი ამ ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობას ითვალისწინებს. და ამ სცენარის მიხედვით მომავალ წელს ეტაპობრივად დაუახლოვდება 7%-ს, თუმცა რა თქმა უნდა წინასწარ თქმა შეუძლებელია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს როგორც ორი ალტერნატიული სცენარი, როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური. მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ მაღალი ინფლაციურ სცენარში, ჩვენ მოვიაზრებთ იმ თაშვებას, რომ თუ კი პირობითად როგორც ვსაუბრობთ, რომ ამ გარე ეგზოგენური მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორების შედეგად პირობითად ინფლაცია მიზნობრივი დონიდან მოსალოდნელზე ხანგრძლივად გადაიხარა და მან შესაძლოა ინფლაციური მოლოდინების რისკები გააძლიეროს, ასეთ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის რეაგირება იქნება უფრო მკაცრი ცენტრალურ საპროგნოზო სცენართან შედარებით. მაგრამ შესაძლებელია, რომ დაბალი ინფლაციური სცენარის განვითარდეს, რომლის ინდიკატორებსაც ნაწილობრივ ხედავთ პირობითად შრომის ბაზრის ტენდენციებში, რომელიც დისინფლაციურია მიმდინარე ეტაპზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურად როგორ განვითარდება მოვლენები. დაბალი ინფლაციური სცენარი პირობითად მოიაზრებს, რომ უფრო სწრაფად მოხდება მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება. თუმცა ცენტრალური საპროგნოზო სცენარი მხოლოდ ეტაპობრივად მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის მის ნეიტრალურ დონესთან დაახლოებას, მას შემდგომ რაც ამ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე მიილევა და დავინახავთ, რომ მიზნობრივ დონესთან ახლოს ვართ. მარიამ, ცენტრალურ სცენართან ერთად გასულ წელს თქვენ დაიწყეთ რისკის სცენარების გამოქვეყნება. მე მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანი პროდუქტი აღმოჩნდა ეს თქვენთვის და რა შეცვალა? დიახ, სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე ჩვენ გადავედით გასული წლის იანვარში და ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად პიონერებიც ვიყავით. თუმცა აი დღეს, რასაც ვაკურდებით, უკვე განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები აქტიურად გადადიან სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე, მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო ინგლისის ბანკი, ასევე თუნდაც შვედეთის ცენტრალური ბანკი, კანადის ბანკი და ასე შემდგომ. რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ მიდგომაზე გადასვლა და როგორ დაგვეხმარა და რა შეცვალა? როგორც არაერთხელ აღვნიშნავს და ამ საუბრის დროსაც აღვნიშნე, მაღალი გაურკვევება ნარჩუნდება, რომლის ფარგლებშიც მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. სწრაფად ცვალებადი მოვლენების პირობებში შესაძლოა, რომ ერთი სცენარის განხილვა უკვე აღარ იყოს რელევანტური. ჩვენ ადრე გვქონდა საბაზო სცენარი და ერთი ალტერნატიული სცენარი. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი საბაზო სცენარის განხილვა არ არის უკვე ბოლომდე რელევანტური, იმიტომ რომ მოვლენები სწრაფად ცვალებადია, მნიშვნელოვანი იყო, რომ კომუნიკაცია განგვევითარებინა იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებასაც ცოდნოდა თუ რა ტიპის რისკებს მიმოიხილავს ცენტრალური ბანკი, როდესაც იგი იღებს გადაწყვეტილებას. დიახ, ანუ კომუნიკაცია გახდა უფრო ტრანსპარენტული, უფრო მკაფიო და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაქცია, როგორი იქნება, არ გახდა უფრო ტრანსპარენტული. თუ კი პირობითად დაინახავს ბაზარი, რომ მონაცემები უფრო გადაიხარა ჩვენი ცენტრალური საპროგნოზო სცენარისგან, უკვე ცალსახარი თუ მაღალი ინფლაციურისკენ გადაიხრება ჩვენი მონეტარული პოლიტიკის რეაგირება როგორი იქნება და ასევე დამატებით თუ პირობითად უფრო დაბალი ინფლაციური სცენარისკენ გადაიხარა, როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკის რეაგირება ამ შემთხვევაში. ანუ კომუნიკაციის კუთხით გახდა უფრო ტრანსპარენტული და ამასთანავე რისკების მინიმიზების მიდგომა უფრო გაძლიერდა. კი ბატონო და ანუ ეს არის მიდგომა, რომელშიც ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები და ამ შემთხვევაში არათუ სხვის მაგალითზე, ანუ ჩვენს მაგალითზე შეიძლება ქვეყნებმა დაანერგონ ეს მიდგომა. ნერგავ, რა თქმა უნდა, განვითარებული ქვეყნების უკვე ნერგავენ, რამდენიმე ცენტრალური ბანკიც აღვნიშნენ და ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, დიახ, ვინც ამ სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადავედით. კი ბატონო და მარიამ, წლის ბოლოა ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დარჩა და აუცილებლად უნდა შევეხოთ რეზერვების თემას, რომელიც რეკორდულია, თამამად შეიძლება ითქვას წელს 5,8 მილიარდის ფარგლებში არის უკვე საბოლოო მონაცემებით. მოდით განვარტოთ არსებული ტენდენცია, როგორ ფასდება და როგორია, ვთქვათ, გეგმები უკვე 2026-ისთვის.
დიახ, მიმდინარე წლის განმავლობაში, როგორც აღნიშნეთ, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მთლიანმა რეზერვების რაოდენობამ, 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. და ეს უკვე აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციების რელიზებშიც პოზიტიურად, მათ შორის სავალუტო ფონდის და საერთაშორისო რეიტინგ კომპანიების რელიზებშიც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წმინდა სავალუტო შესყიდვებმა და ეროვნულმა ბანკმა იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით დაახლოებით 1.8 მილიარდ დოლარის წმინდა სავალუტო შესყიდვა განახორციელა. თუმცა ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და უნიშნავთ, რომ სავალუტო შესყიდვები დამოკიდებულია სავალუტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ ვითარებაზე. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს სავალუტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ პირობებს მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდა. მაკროეკონომიკურ ფაქტორებში მოვიაზრებთ როგორც ფუნდამენტურს, ასევე ერთჯერად ფაქტორებსაც, თუმცა ძირითად ფუნდამენტურ ფაქტორებს რომ შევხედოთ, მაგალითად მიმდინარე ანგარიშის ბალანს, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მეორე კვარტლის მდგომარეობით დეფიციტი 2.9%-ში ადგენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანს აუმჯობესებს ერთი მხრივ ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდა, ანუ იმპორტის ზრდა არის შედარებით სუსტი და მეორე მხრივ საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდა ნარჩუნდება. შედეგად ვხედავთ, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის გაუმჯობესებელი, რამაც ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ამ წმინდა შესყიდვებსაც. რაც შეეხება მომავალს, რა თქმა უნდა, მომავალი შესყიდვების დინამიკა დამოკიდებული იქნება სავალუტო ბაზარზე არსებულ ხელსაყრელ ვითარებაზე. თუმცა ასევე დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანი რეზერვების ზრდის კუთხით ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ოქროს ფასის მატემამაც, რომელიც ბოლო 2025 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ამ მხრივ წელი რომ შევაჯამოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წელი იყო, ვინაიდან რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მომდევნო დინამიკა დამოკიდებული იქნება უკვე შემდგომ მაკროეკონომიკურ გარემოზე. ბატონო, და იმედია დინამიკა იქნება კვლავ რეკორდული მომავალ წელსაც. ძალიან მოკლედ უკვე ბოლოს მინდა გთხოვოთ შეფასება, როგორია ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2026-28 წლების ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მოკლედ რომ განგვიმარტოთ, რაზეა საუბარი? დიახ, ყოველწლიურად ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ დოკუმენტს, სადაც მომდევნო 3 წლისთვის განისაზღვრება ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მიმდინარე წელსაც ანალოგიურად წარუდგინეთ და აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს შემდგომ მიმართულებებს. პირველ რიგში კვლავ წარედგინება რა არის ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი დონე და კვლავ განისაზღვრა, რომ ინფლაციის ოპტიმალური მიზნობრივი დონე 3% არის მიჩნეული საქართველოს ეკონომიკისთვის, რათა გრძელვადიან პერიოდში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყოს ხელი. აქვე უნდა გავმარტოთ ისიც, რომ ზოგადად განვითარებად ეკონომიკებში ინფლაციის მიზნობრივი დონე არის უფრო მაღალი, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. განვითარებულ ეკონომიკებში არის საშუალოდ 2% თუ კი შევხედავთ ქვეყნებს. ჩვენ შემთხვევაში ეს არის 3%. ასევე ამ დოკუმენტში განისაზღვრა ისიც, რომ ფასების სტაბილურობის მისაღწევად ეროვნული ბანკი კვლავ ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის პირობებში გამოიყენებს მის ხელთარსებულ ძირითად ინსტრუმენტს და ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ასევე განისაზღვრა ის ძირითადი რისკები, რომელთა რეალიზებამაც სამომავლოდ შესაძლოა ინფლაციის მიზნობრივი დონიდან დროებით გადახრა განაპირობოს. და ამ რისკებში ჩვენ მოვიაზრებთ იმავე რისკებს, რასაც თუნდაც მიმდინარე სცენარებს ვაფუძნებთ. მაგალითად, საერთაშორისო ბაზარებზე ნედლეულის ფასის ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ასევე გეოპოლიტიკური ვითარება და გლობალურად ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული არის. ბატონო, საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მაინც მაღალი გაურკვევლობის პირობებში აღარ გკითხავს დამატების, თუ რა მოლოდინი გაქვს 11 თებერვლისთვის მომავალი წლის, დაველოდოთ შედეგებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. მე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებულ წელს. მაყურებელს კი შევახსენებ, მარიამ ჭანტურია სების მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო ჩვენი სტუმარი.
ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელ ზრდას ენერგეტიკოსები აფასებენ და განმარტავენ, რომ ეს დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მიზეზებს შორის არის გაძვირებული იმპორტირებული ელექტროენერგია და თბოელექტროსადგურების ძვირი წარმოება, სექტორში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის განახლების საჭიროება, ასევე განახლებადი ენერგიის სადგურების მაღალი თვითღირებულება. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ტარიფის ზრდის გავლენა მოსახლეობაზე და სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები სოციალურად დაუცველთა დასაცავად. გაიზრდება თუ არა ტარიფი და რამდენით ეს 29 დეკემბერს გახდება ცნობილი, ასევე სემეკის ინფორმაციით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში გამანაწილებელი კომპანიები 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ. სიმძლავრისად თბოელექტროსადგურებზე მოდის. საკმაოდ დიდი ციფრი გახლავთ ეს ჩვენთვის. ამიტომ შემოვიდა ჩვენს ბალანსში საკმაოდ ძვირად ღირებული იმპორტირებული ენერგიასთან ერთად თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტრული ენერგია, რომელიც გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე ჰიდროელექტროსადგურებისა. და არის კიდევ ერთი მომენტი. 2026 წლისათვის მთელი რიგი განახლებადი ენერგიებზე მომუშავე ელექტრული სადგურების ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. მოგეხსენებათ, განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგია შედარებით ძვირია, აქაც ძვირ ენერგიას ველოდებით. არის კიდევ ერთი მომენტი. ინვესტიციების ზრდისათვის აუცილებელია ჩვენი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. ენერგეტიკაში ინვესტიციები ნამდვილად მისასალმებელია. ეს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა საქართველოს, საიდანაც მას შეუძლია საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გამოიმუშაოს, ისე რომ იმპორტზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული და ექსპორტიც შევძლოთ. რა თქმა უნდა, ინვესტიციები გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება რაღაც შემთხვევებში ფასის ზრდასაც იწვევდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ინვესტიციის გარდა სხვა უამრავი კომპონენტია ენერგეტიკის ტარიფში. შესაბამისად შეიძლება არც იყოს მოსალოდნელი ფასების ზრდა, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც კომპანიები უფრო მეტ ფულს დებენ განვითარებაში, აფართოებენ თავის ქსელს თუ აახლებენ მას და უფრო თანამედროვეს ხდიან, რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა ტარიფებში აისახოს. 2025 წლის ტურისტული სეზონი და 2026 წლის გეგმები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ტურისტული სეზონი შეაჯამა. ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ. შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები, აღინიშნა სექტორის მნიშვნელობაზეც, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტში 10%-იან დოვლადს ქმნის, დასაქმების მაჩვენებელში კი 9% უკავია. მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% კი სწორედ მასზე მოდის. 2025 წლის 3 კვარტალის მონაცემებით ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3 მილიარდ 600 მილიონი დოლარის მიიღო, 5%-ით მეტი ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში. რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელიც. მიმდინარე წელიც მთელი რიგი პარამეტრებით არის რეკორდული ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორც შემოსული ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის მიწურულს ერთის მხრივ შევაჯამოთ ის შედეგები, რომელიც გვაქვს მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე შევხედოთ იმ ამოცანებს და მიზნებს, რაც ჰქონდა დასახული წლის დასაწყისში და ამავე დროს ვიმჟელოთ 2026 წლის ამოცანებზე, მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე და სწორედ ამ მიზნებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციაში. მთლიანობაში საუბარი შეეხო იმ აქტივობებს თუ წლის განმავლობაში რა ტიპის ღონისძიებები იყო ჩატარებული იმისათვის, რომ სწორედ იმ შედეგებზე გავსულიყავით, რა შედეგებითაც, რეკორდული შედეგებითაც ჩვენ წელს ვასრულებთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3 კვარტლის მონაცემებით ძალიან ბევრი მაღალი რეკორდული ციფრი გვაქვს, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ისე ტურისტული ვიზიტების თვალსაზრისით, ძალიან სწორად დაგეგმილმა ერთობლივმა მუშაობამ ეს იქნებოდა ახალი ფრენების მიმართულებით თუ მარკეტინგული კამპანიებით სამიზნე ბაზრებზე გათვლილმა ღონისძიებებმა მთლიანობაში შექმნა ის შედეგი, რომ ძალიან წარმატებული 2025 წლის ტურისტული სეზონი ჰქონდა და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წელი ბევრად უფრო აქტიური იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი ადრე ჩვენ ვითვლიდით ეგრეთ წოდებული ვიზიტორების რაოდენობას, დღეს უკვე გადავერთეთ უკვე ხარისხზე, არა მარტო რაოდენობაზე ტურისტების, არამედ ხარისხზე, რამდენად ხარჯველ უნარიანი ტურისტი შემოდის ქვეყანაში და ვნახეთ, რომ რეალურად რეკორდულ $4 მილიარდ გადააჭარბებს 25 წელს უკვე შემოსავლები
მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია 25-26 წლის გეგმები. რას აპირებს ტურიზმის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ბიზნესს სჭირდება სწორი ხედვა ადმინისტრაციის მხრიდან იმისათვის, რომ მათ თავისი აქტივობა ბიზნეს ოპერაციები განავითარონ. ზამთრის ტურიზმის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. მთის ტრასების სააგენტო ბაკურიანში კოხტას სასრიალო არეალს 20 დეკემბერს გახსნის და სრიალის მოყვარულებს კოხტა პლატო ყოველდღე 10-დან 5 საათამდე მოემსახურება. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, დიდველისა და მიტარგის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი. სასრიალო ტრასები კი ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით ეტაპობრივად გაიხსნება. 2025-26 წლის ზამთრის სეზონი მთის ტრასების სააგენტოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან უკვე მესამედ საქართველოს ფრირაიდის მსოფლიო ტური 22-28 თებერვალს თეთნულზე გაიმართება. გლობალურად მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარება დაჩქარებულია, პროცესებს მეტნაკლებად მიყვება საქართველოს, ბიზნესის ნაწილმა AI ტრანსფორმაცია დაიწყო, თუმცა ტემპები დამაკმაყოფილებელი არ არის. რა ეტაპზეა საქართველო ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, როგორც ცვლის პროცესებს AI ტრანსფორმაცია და რამდენად დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ეს ცვლილებები დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქრისტი, სალამი, გისმენთ. თათია, გამარჯობა. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტერესდებიან და საკუთარ კომპანიებში AI ტრანსფორმაციისთვის ინვესტიციებს ახორციელებენ. ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ინფორმაციით ამ ნაწილში მოწინავე პოზიციებზე ფინანსური სექტორია, რომელსაც მოყვება საცალო ვაჭრობის და ელექტრონული კომერციის მიმართულებები. რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საჭირო ხარჯებს, ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, თანდათან AI ტექნოლოგიები იაფთება და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ამასთანავე მათივე შეფასებით პროცესების დაჩქარებისა და მიღებული ბენეფიტების ხარჯზე AI ტრანსფორმაციაში ინვესტირება გონივრული ნაბიჯია. ასოციაციაში განმარტავენ იმასაც, რომ ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების საფრთხე რეალურია და ამ გამოწვევის წინაშე განსაკუთრებით იმ პროფესიის წარმომადგენლები არიან, რომლებიც რუტინულ საქმიანობას ასრულებენ. ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის ჩანაცვლების საფრთხე აქვთ ადამიანებს, რომლებიც რუტინულად აკეთებენ ერთი და იგივე ტექსტზე ან ხმაზე დაფუძნებულ საქმეს, მაგალითად კოლ-ცენტრის ოპერატორები, იურისტები, რომელიც სტანდარტულ შაბლონურ ხელშეკრულებებს ქმნიან. თუმცა საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომპანიები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტებს ნერგავენ, AI გადაწყვეტებს, არავინ სამსახურიდან არ გაუშვიათ. კი, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ კომპანია გაიზრდება მეტი ადამიანის აყვანის გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული თანამშრომლები აუცილებლად დაკარგავენ სამსახურს. ჩვენ დავიწყეთ AI-ში მოღვაწეობა 2019 წელს, მაგრამ პირველი 3 წელი ჩვენ მუშაობდით ამერიკულ ბაზარზე, საქართველოს ბაზარზე ჩვენ გამოვედით 2022 წელს. ChatGPT არ იყო მაშინ ჯერ კიდევ. და ამ 3 წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, იმიტომ რომ 22 წელს რომ მე დავდიოდი კომპანიებში და ვთავაზობდი AI-ს, ხალხი მიყურებდა გაოცებული, მაგრამ ამ ChatGPT-მ და სხვადასხვა AI hype-მა ზოგადად იმატა, ყველა აკეთებს ამას ახლა და ყველა ფიქრობს, რომ ეს საჭიროა. ზრდა არის, არ ვიცი, ყოველთვიურად ალბათ 50-60% და ყოველთვე ჩვენ ვაონბორდინგებს 4 დიდ კომპანიას, რომელსაც სურს ამ AI ტრანსფორმაციის გავლა 90% და მეტი იძახის, რომ მე მოკლედ ელექტრონული ხელოვნური ინტელექტი ან დანერგილი მაქვს, ან უნდა დავნერგო. თუმცა, ხო, რეალურად რაც შეიძლება რომ იყოს ეს მისი ათვისება და გამოყენება ბევრად მეტი შეიძლება იყოს, ამიტომ ამ კუთხით მგონია რომ დასაწყისში ვართ ჯერ საქართველოს. ბუნებრივია, გარდა საინვესტიციო ხარჯებისა, AI ტრანსფორმაცია არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი და თავად მომხმარებლების მზაობა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. ამასთან, როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც AI ტრანსფორმაციის კუთხით კომპანიებში განხორციელებული ექსპერიმენტები ნაკლებად ეფექტურია, თუმცა წარმატებული AI ტრანსფორმაცია ბიზნეს პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ერთი ლარი დახარჯული AI-ზე გვებრუნდება ერთ წელიწადში 3 ლარად. შესაბამისად, და თვითონაც, როგორც რო ვთქვათ, აბსოლუტურ მონაცემებში
AI-ზე ხარჯები და AI ტრანსფორმაციის ხარჯები არ არის დიდი, თუმცა თავარი ინვესტიცია არ არის ფინანსური ინვესტიცია, თავარი არის ადამიანური ინვესტიცია, რომელიც კომპანიამ უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია მოხდეს. ზოგადად ტრანსფორმაცია არის ძალიან მკივნეული პროცესი. ეს არის თავარი გამოწვევა საქართველოშიც და მსოფლიოშიც, რომ ხელოვნურ ინტელექტს ჭირდება ინვესტიცია, არა მარტო ფინანსური, მაგრამ მეორე მხრივ დრო ჭირდება, რომ ამოიღოს და შეიძლება არასწორად დაგეგმულმა პროცესმა შედეგამდე ვერ მიიყვანოს კომპანია. 95% კომპანიების ვერ იღებს უკან ინვესტიციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომპანიები უნდა გაჩერდნენ და ექსპერიმენტები არ ატაროს. სწორად გაკეთება ამისი მთავარი სირთულე და აქ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. AI-ის დანერგვის ერთ-ერთი სპეციფიკა არის, რომ თვითონ ამას ეძახით სწავლების პროცესს. ანუ პირველ ჯერზე გამოვა შედარებით დაბალი ხარისხის, თუმცა იტერაციულად და გავაუმჯობესებთ ყოველ ჯერზე სწრაფად და შევეცდებით მაქსიმალურად ისეთი გამოცდილების შექმნას მომხმარებლისთვის, რომ მისთვის რთული იყოს განასხვავოს ეს ხელოვნური ინტელექტი არის თუ ადამიანი. ნუ რეგულაციურად რა თქმა უნდა ჩვენ გვევალება რომ ვაცნობოთ მომხმარებელს რომ ეს ხელოვნური ინტელექტია. ლოდინია რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თანდათან უფრო დაჩქარდება და შესაბამისად ამას მოყვება გარკვეული რეგულაციების დაწესებაც, მაგალითისთვის საფინანსო სექტორში AI ტრანსფორმაციებს ბუნებრივია უკვე არეგულირებს ეროვნული ბანკი, თუმცა ქართულ ბაზარზე ამ კუთხით არსებული მიდგომები სექტორის წარმომადგენლების თქმით დასავლურ ქვეყნებთან შედარებით ჯერჯერობით ნაკლებად მკაცრია. ქრისტი, მადლობა. ქრისტინა გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ საქმიანობის შედეგები შეაჯამა. ასოციაციის 2025 წლის ანგარიშზეა 9 ახალი პროექტი, 280 ახალი წევრი და 7 ახალი პარტნიორი, თუმცა მთლიანობაში ორგანიზაციაში 500-ზე მეტი ასოცირებული წევრი და 35-ზე მეტი კომპანიაა გაერთიანებული. ასოციაციის მიზანია ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენების და ამით ეკონომიკური განვითარების დაჩქარების ხელშეწყობა. პრიორიტეტებში კი ახალი თაობის AI პროფესიონალების განვითარებაა, ბიზნესსა თუ საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების გაზრდა და პროფესიული საზოგადოების გაძლიერება. წლის შეჯამებაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ გამარჯვებულიც გამოავლინა სტატუსი Helio AI მოიპოვა სტარტაპმა სულ ცოტა ხნის წინ $1 მილიონ ინვესტიცია მოიზიდა და ის კომპანიებს ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. ის რეკრუტირების ასისტენტია, რომელსაც იუზერის ბრძანებით ვაკანსიების შექმნა და სხვადასხვა არხებში განთავსება შეუძლია. აპლიკანტების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა, მათთან კომუნიკაცია, სრული შერჩევის პროცესის რეპორტინგი და ახლა უკვე ონბორდინგი ერთი სივრციდან არის შესაძლებელი. პლატფორმა 2 წლისაა და მას უკვე 7 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ბრენდი იყენებს. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2025-ის გამარჯვებულები გამოვლენილია რიგით მეხუთე აგროოლიმპიადის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიაში 36 გამარჯვებულს ჯილდოები გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აგრარული განათლების მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების მხარდაჭერასა და აგრარული ოლიმპიადის როლზე დეფიციტური პროფესიების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოლიმპიადა აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებში ჩატარდა და მოიცვა ფაქტობრივად ყველა ის პრიორიტეტული დარგი და სპეციალობა, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია საქართველოს შესაბამისი პროფილის დასაქმების ბაზარზე. აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან FAO-ს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მნიშვნელოვანია ასეთი ფორმის შეჯიბრებითობის პრინციპით, ასეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელიც ცოდნაზე და პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით ისეთი დარგების მიმართულებით, რომლებიც დეფიციტურია დღეს საქართველოში და დღეს მოხარული ვარ, რომ ამ ოლიმპიადის მონაწილეები იყვნენ როგორც აგრარული, ისეთი დეფიციტური დარგის წარმომადგენლები, როგორებიც არიან მაგალითად ვეტერინარები, ასევე ღვინის ტექნოლოგები, სურსათის ტექნოლოგები, ტყის მიმართულების სპეციალისტები და აგრონომები. ამ ღონისძიებით ხელს უწყობთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, მის პოპულარიზაციას, ახალგაზრდობის დაინტერესებას დარგით და მათ ჩართულობას
რასაკვირველია კვალიფიციური ექსპერტების მოძიებას და ზოგადად განათლების ხელშეწყობას ამ სექტორში. მინდოდა საკუთარი ცოდნის გამოცდა, ასე რომ ვთქვათ და დაინტერესებული ვიყავი საერთოდ აგროოლიმპიადით. შესაბამისად, პირველი ტური გადავლახე, შემდგომ მეორე ტურზე უკვე წერითი ტესტირება იყო. ძალიან საინტერესო იყო აღნიშნული გამოცდილება და მინდა მადლობა გადავუხადო თვითონ აგროოლიმპიადას. აგრიოლი საქართველოში პირველი AI მენეჯმენტის სისტემაა მავნებელი დაავადებების მიმართულებით, რომელიც ფერმერებს ვებ პლატფორმის გამოყენებით მაღალი ხარისხის მოსავლის მოყვანასა და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება. პლატფორმა მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და უკვე 5000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. უფრო ვრცლად თემის შესახებ ჩვენი რუბრიკის ბიზნესის ხმა რეგიონებიდან ფარგლებში მოგიყვებით. მეურნეობაში 12 წლიანმა გამოცდილებამ დამანახა ფერმერების მთავარი საჭიროებები. შესაბამისად, როგორც აგროტექნოლოგისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი პრობლემების გაანალიზება და დახმარების გზების მოძიება. სწორედ ამ იდეით შეიქმნა პირველად აგრიოლი. აგრიოლი არის ინოვაციური ციფრული AI პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია 77 კულტურაზე და 42 ენაზე. თავდაპირველად იყო ადგილობრივი წარმოება, შემდგომ კი უკვე გავფართოვდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფერმერს საკმარისია საკუთარი მეურნეობიდან შეეძლოს ფოტოს გადაღება და სისტემაში ატვირთვა. სისტემა ავტომატურად ეუბნება რა ტიპის დაავადებაა, რა ტიპის მავნებელია, პრევენციის ღონისძიებები როგორ უნდა მოახდინოს, როგორ უნდა მოახდინოს ამ მცენარის მკურნალობა, დღესდღეობით შხამქიმიკატების შემცირება, ბიომეთოდებზე გადასვლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ფერმერები კი ხშირად იმის გამო რომ არ იციან, როგორ უშუალოდ დაავადებულ მცენარეს, მთლიანად მოსავალი არ დაუზიანდეთ და არ გაუნადგურდეთ, ხშირ შემთხვევაში არასწორად იყენებენ შხამქიმიკატებს. აგრიოლი კი ამ რისკებს მთლიანად ამცირებს და ფერმერს შესაძლებლობას აძლევს მოიყვანოს ჯანსაღი სუფთა მოსავალი. ქართველ ფერმერს დღესდღეობით შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპის მთლიანად ყველაზე დიდი სანერგიდან იყიდოს პირდაპირ შესყიდვებით სანერგე მასალა თუნდაც ან სხვა სახის პროდუქტი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კომპანიებისთვის კი დამატებით ღირებულებას ვქნით, შუამავლები აბსოლუტურად აღარ სჭირდებათ, მათ პირდაპირ ფერმერისგან შეუძლიათ შესყიდვა მოსავლის, რაც მნიშვნელოვნად აიაფებს პროდუქტს და ფერმერისთვის გაზრდილ სარგებელს გვთავაზობს. AI მენეჯმენტზე მთლიანად გამოყენებული გვაქვს მავნებელ დაავადებების მართვა, დანარჩენ ნაწილზე კი შესყიდვების ნაწილზე გვაქვს e-commerce პლატფორმა, სადაც შეუძლიათ ნახონ ჩამონათვალი მცენარეების, რაც იყიდება, ასევე პროდუქტების ჩამონათვალი და შესყიდვებში უკვე ადამიანური რესურსია ჩართული. მუშაობთ მცენარეთა ბაზის განვითარებაზე, დღეს როგორც გითხარით, გვაქვს უკვე 77 კულტურაზე, 2026 წლიდან კი დავაანონსებ იმას, რომ 90 კულტურაზე იქნება უკვე ხელმისაწვდომი, რაც გაზრდის ჩვენ კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვაგრძელებთ გადაცემას 2025 წელი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა საქართველოს ციფრული განათლების განვითარებისთვის. ქვეყანაში გაიზარდა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სწავლების მასშტაბი, გაიხსნა ახალი პროფესიული კოლეჯები. ეს პროცესი ახალგაზრდებსა და პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად ციფრულ და ტექნოლოგიურ მიმართულებებს და მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება. როგორ გამოიყურება საქართველოს ციფრული განათლების ეკოსისტემა, როგორია შედეგები, მიღწევები და მომავლო გეგმები, ჩვენ სტუმართან გიორგი მარიამიძესთან, სკილვილის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრებთ, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოგვიყვება. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ და ამისათვის პირველ რიგში მინდა გთხოვოთ საუბარი დავიწყოთ სკილვილის შედეგებით. ძალიან აქტიური წელი გქონდათ წელს, თამამად შეიძლება ითქვას, როგორია ის დაგენერირებული შედეგები, რაზეც უკვე უნდა დააფუძნოთ თქვენი მომავალი განვითარება, რაც ეკოსისტემისთვის, რა თქმა უნდა, იქნება ორმაგად მნიშვნელოვანი.
მოგესალმებით თათია, დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში, ასევე მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს. 2025 წელი ნამდვილად გამორჩეული წელი იყო სქივილისთვის, ძალიან პროდუქტიულად და ბევრი წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე პუნქტს გამოვყოფ, ესე იგი, კოლეჯის ავტორიზაცია მოვიპოვეთ წელს და უკვე წარმოდგენილი ვართ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩვენი პროფესიული სადიპლომო პროგრამებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, milestone იყო ჩვენი კომპანიისთვის. ეს ერთი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ის, რომ ჩვენ მოვიზიდეთ საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია გლობალური წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ტეზერიდან და ეს ინვესტიცია მოგცემს უკვე საშუალებას, რომ საომალოდ უფრო მოუმატოთ განვითარების ტემპებს და უფრო ფართო საზოგადოებას შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური განათლება. კი ბატონო, ანუ ეს ინვესტიცია, რომელიც მოიპოვა სკივილმა, ისევ ჩაბრუნდება, ასე ვთქვათ, განათლებაში, ხომ ასეა, როგორც მივხვდით. აი, ყურადღება გავამახვილოთ პროფესიულ კოლეჯებზე და საინტერესოა, რა პროფესიების დაუფლება შეუძლიათ ადამიანებს და ასევე დაინტერესება რამდენად დიდია, აი, გარკვეული სტატისტიკა ალბათ უკვე გექნებათ. რა თქმა უნდა. ესე იგი, პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესება მზარდია. წლევანდელს სტატისტიკას რო გადავხედოთ, ახლა 20%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც დაინტერესებული იყო და ჩაბარება უნდოდა, ასე ვთქვათ, პროფესიული მიმართულებით. რაც შეეხება პროგრამებს, ჩვენ სკილვილი, რა თქმა უნდა, ჩვენი თავი პროფილია ტექნოლოგიები და მაგ მიმართულებით ვართ ძირითადად ორიენტირებული და ვთავაზობთ ჩვენ სტუდენტებს ძალიან საინტერესო პროგრამებს. ეს არის ვებ ტექნოლოგიების მიმართულებით, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე გვაქვს გრაფიკული დიზაინის პროგრამა და სხვა კიდევ უფრო დამატებით შედარებით მოკლევადიანი კურსები. ძირითადად ფარავთ ყველა იმ მიმართულებას, რაც ტექნოლოგიების მიმართულებით არის დღეს მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. კი ბატონო, სკილვილი ყოველთვის მოქნილი და ბაზარზე ორიენტირებული კომპანიაა, ასეთია წარმოდგენა თქვენს მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ, ძალიან დიდია მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე ტექნოლოგიების მიმართულებით, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მიმართულებაც არის ეს. მოთხოვნა მიწოდების ბალანსს რამდენად ინარჩუნებთ და აი ეს ორი კოლეჯი, რომელიც უნდა დაემატოს, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რამდენად იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაფაროთ არსებული მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ანუ მოთხოვნა იზრდება წლიდან წლამდე ზრდადია მიმართულებით. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 1350 სტუდენტის, ასე ვთქვათ, ადგილი და მომავალ წელს კიდევ ვაპირებთ მინიმუმ დამატებით 2 ლოკაცია დავამატოთ თბილისში და ასევე ის ინვესტიცია, რომელიც ვახსენე, ეს გვაძლევს ასევე დამატებით საშუალებას უკვე ვაპირებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონალურ ცენტრში, რომ ვიყოთ წარმოდგენილი და ეს მოგცემს უკვე საშუალებას, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში დეცენტრალიზება მოხდება ამ შესაძლებლობის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ, ჩვენ დღესაც გვაქვს საშუალება, რომ ონლაინ და ჰიბრიდული სწავლება შევთავაზოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ადგილზე ყოფნას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს და ამასთან ერთად ასევე დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მუშაობთ განათლების სამინისტროს ექსპერტებთან და ასევე დარგის ექსპერტებთან ერთად, რომ შევიმუშაოთ ახალი პროფესიული სტანდარტები, რომელიც უკვე საშუალებას მისცემს დამატებით, ასე ვთქვათ, საგნები და პროგრამები შევთავაზოთ საზოგადოებას, ეს არის ასევე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და იმ თანამედროვე თემებით, რაც დღეს ძალიან აქტუალურია შრომით ბაზარზე და ზოგადად ტექნოლოგიების მიმართულებით. თქვენ ახსენეთ, რომ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება თქვენს ნაწილში, ანუ თქვენ თანამშრომლობთ ბიზნესებთან, ეს ნიშნავს ამასაც, რამდენად მოწყვლადია და რამდენად არის ბიზნესი მზად თანამშრომლობ
ისინი პროფესიულ კოლეჯებთან, თქვენთან ამ შემთხვევაში როგორც პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის აუცილებლობას. ანუ ინვესტირებაში ისინი რამდენად ხელგაშლილები არიან საბოლოოდ იმისათვის, რომ მიიღონ უკვე კვალიფიციური მუშახელი. სავსებით მართლად ვძანდებით ბიზნეს ასოციაციის კვარტალურ კვლევას რო გადავხედოთ, იქ ყოველთვის არის ტოპ 3-ში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მთავარი გამოწვევა და სკილვილი ამ მართლებით ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი განსხვავებელი ფაქტორია. ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ 30,000-ზე მეტ კომპანიასთან და ეს თანამშრომლობა მოიცავს მრავალ მიმართულებას, თუნდაც მაგალითად გუშინ ჩვენი სტუდენტებისთვის data art-ის წარმოადგენა, ჩაატარეს ტრეინინგი data art-ი ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში. რბილი უნარების ტრეინინგი ჩატარდა ჩვენი სტუდენტებისთვის, რაც ეხმარება მათ საომარ დასაქმებაში. ანუ პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებასთან ერთად დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ასე ვთქვათ რბილი უნარები და ამას ჩვენ ყველასთან ვთავაზობთ კარგული განვითარების პროგრამას, რომელიც ეხმარება მათ უკვე სად იყვნენ, როდესაც დაამთავრებენ სწავლას, სად იყვნენ ფეხი შედგან ჩვენ პარტნიორ კომპანიებში და იქ დაიწყონ პროფესიული კარიერული საკითხი. კი ბატონო, დასაქმება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა. დათვლადი შედეგები თუ გვაქვს უკვე თქვენს ანგარიშზე 2025 წლისთვის, თქვათ, აი რა პროცენტული მაჩვენებელია, რაც დასაქმდა თქვენი კურსდამთავრებულების. სასიამოვნო სტატისტიკაა ყოველთვის ამ ეტაპზე ნახევარზე მეტი ჩვენი სტუდენტების არის დასაქმებული ჩვენ პარტნიორ კომპანიებში და არა პარტნიორ კომპანიებში. კი ბატონო, და როგორ არის შესაძლებელი თქვენს პროგრამებზე მოხვედრა, ესეც არის ძალიან საინტერესო. ანუ რაიმე კონკრეტული ვადები არის განსაზღვრული, ცხადდება ეს ვადები თუ როგორ ხდება? ძალიან მინდა მაყურებელს კონდეს პრაქტიკული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, სად უნდა მოიძიონ ინფორმაცია. ინფორმაცია ყოველთვის შეუძლიათ ჩვენ ვებსაიტზე skill.edu.gr-ზე მოიძიონ. ორი მიმართულება გვაქვს, ეს არის კურსების მიმართულება და ასევე პროფესიული სადიპლომო პროგრამების მიმართულება. კი ბატონო გიორგი, რამდენიმე წამით უნდა შეგაწყვეტინოთ. ჩვენ ახლა გავალთ სარეკლამო ჭრაზე, რის შემდეგაც დავბრუნდებით და ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საუბარს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ბოდის გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის მოგესალმებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საუბრობთ გიორგი მარიამიძესთან სკილვილის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან და ჩვენი სასაუბრო თემა არის საქართველოს ციფრული განათლების განვითარება ვაფასებთ ეკოსისტემას რაშიც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სკილვილს შეაქვს და მნიშვნელოვანია ჩვენს მაყურებელს ახლა მივაწოდოთ პრაქტიკული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის შესაძლებელი სკილვილის პროგრამებზე ინფორმაციის მიღება და ჩართვა რა თქმა უნდა ამ პროგრამებში რამდენად რთულია ადამიანი გახდეს სკილვილის ამა თუ იმ პროგრამის სტუდენტი და საინტერესოა ასევე რამდენად რა პერიოდულობით ცხადდება ხოლმე მიღება. მადლობა, ასევე მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რაც შეეხება პროგრამებში ჩართვას, ინფორმაცია თქო უნდა ყოველთვის შესაძლებელია ჩვენ ვებგვერდზე, skill.edu.gr, ასევე ჩვენ სოციალური მედიის გვერდებზე. ძირითადად ესე იგი არის მიღება წელიწადში ორჯერ, ეს არის გაზაფხულში ცხადდება ხოლმე მარტში და ასევე შემოდგომაზე სექტემბერში. თუმცა ეს აქ საუბარი გვაქვს პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე. ამ სადიპლომო პროგრამების გარდა ჩვენ ასევე გვაქვს სასერტიფიკატო კურსებიც, რომელზეც საკმაოდ რეგულარულად ვაცხადებთ მიღებას და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე ჩვენ ვებგვერდზე. კი ბატონო და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რომ თქვენი კურსდამთავრებულების 62% არის დასაქმებული საკმაოდ წარმატებულადაც და ვიცით რომ ჩვენ ამ მიმართულებაში დასაქმება არის ძალიან ღირსეული შემოსავლის ადეკვატური. კი ბატონო, რა არის სკილვილის გრძელვადიანი მიზანი, ამაზეც ვისაუბროთ და ასევე ერთ წლიან ჭრილში 2026 წელს რა შემოგთავაზებთ? კი ბატონო. ჩვენი მისია და გრძელვადიანი მიზანი არის რომ შევუწყოთ საქართველოს ხელი
რომ ჩამოყალიბდეს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი ჩვენ რეგიონში და მუშაობთ, ანუ ამისთვის აუცილებელია გარკვეული ტალანტები არსებობდეს ქვეყანაში და ანუ ამ მიმართულებით ეს არის ჩვენი გრძელვადიანი ხედვა და მისია. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ასე ვთქვათ რამდენიმე წლების გეგმას, ეს როგორც უკვე ვახსენეთ საწყისში, არის ერთის მხრივ გაფართოება, რომ იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ საქართველოს რეგიონულ ცენტრებში და ასევე ახალი თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი ჩავთოთ ამ სფეროებში. და ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება, რამდენად კონკურენტულია გარემო დღეს საქართველოში ციფრული განათლების მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მიზანი, როგორც გამოიკვეთა თქვენი საუბრიდან, არა მხოლოდ თქვათ ბიზნესის კეთებაა, რაც სკილს უკავშირდება, არამედ ზოგადად ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა. კონკურენცია არის, ასე ვთქვათ, ბაზარზე წარმოდგენილი, ანუ არიან უნივერსიტეტები, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც, პროფესიული განათლების მიმართულებითაც, თუმცა მე მინდა ხაზი გაუსვა, ასევე ერთ მნიშვნელოვან ამბავს, რომ პროფესიული განათლება აქამდე რაღაც ესე ვთქვათ განიხილება, როგორც აი თითქოს ალტერნატივა, თუ უნივერსიტეტში ვერ ჩავაბარებ, დავალ კოლეჯში, ასე შემდეგ და მინდა ამ ნაწილში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროფესიული განათლება, ვფიქრობ, 21 საუკუნეში აღარ არის ალტერნატივა, არამედ არის თანამედროვე გზა იმისთვის, რომ მოქნილად, შედარებით მოკლე დროში მივაღწიოთ იმ სასურველ შედეგს, რასაც ქვია, ვთქვათ, დასაქმება და კარიერული წარმატება. კი ბატონო, და სწორედ აქედან გამომდინარე, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს და ურჭოფობს იმაზე, დაუკავშიროს თუ არა თავისი სამომავლო ცხოვრებისეული და პროფესიული გზა, პროფესიულ განათლებას. ურჩევდი, რომ შემოგვიერთნეს კილოში, ისწავლონ, რაც მართლა გამოადგებათ და ასევე ხაზს გაუსვა, რომ არ არის მხოლოდ ახალგაზრდებზე, ასე ვთქვათ, საუბარი. ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი ჩვენი სტუდენტების და ნახეთ, რომ 10% ჩვენი სტუდენტების არის, ასე ვთქვათ, 40 წელს ზევით და ხოლო 40% ჩვენი სტუდენტების არის, ასე ვთქვათ, 25 წელს ზევით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმას, რომ ახალი პროფესიის, ასე ვთქვათ, დაუფლება არასდროს არ არის გვიანი და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ და ისწავლონ, რაც მართლა გამოადგებათ. კი ბატონო, და გამოიყენონ ეს შანსი, რაც მათი ცხოვრების გზის განსაზღვრელი შეიძლება გახდეს მომავალში. პროფესიული განათლება არის მოკლე გზა კვალიფიციური ცოდნის მიღების და ღირსეული დასაქმების დავძინოთ. აქვე ძალიან დიდი მადლობა გიორგი მარიამიძეს, სკილვილის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი, ბიზნეს პარტნიორი ამ დროისთვის დასრულებულია. საღამოს უკვე მაია ჭუჭულაშვილი შემოგიერთდებათ, საღამოს ბიზნეს პარტნიორით, საინტერესო სტუმრებითა და თემებით. მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით.